არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის მოვისმინეთ კიდევ ერთხელ მხარდამჭერი გზავნილები, აი რომ შევაჭამოთ ეს შეხვედრა, რა გზავნილები მიგვაქვს სლოვაკეთიდან და ასევე გამოითქვა არაერთხელ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მზაობა. აი ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ, როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა? დიახ, თავადაც აღნიშნეთ, პირველ რიგში დავიწყებ მადლობის გამოხატვით სლოვაკეთის და სლოვაკეთის ხელისუფლების მიმართ, კერძოდ ჩემი კოლეგის პრეზიდენტის პეტერ პელეგრინის მიმართ, რომელმაც მომიწვია და ესეთი შინაარსიანი გულთბილი შეხვედრა მომიწყო, თქვენც ალბათ იხილეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს და ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, თუ როგორ ბრძოლობს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ და სწორედ გვჭირდება მსგავსი ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან ევროკავშირის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ქონდა გუშინ ასევე საქმიანი შეხვედრები, შევხვდით პარლამენტის სპიკერს, მის დელეგაციასთან ერთად, ასევე განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სტუმარი შემდეგ თვეს სლოვაკეთში, რას ასე ვთქვათ ნიშნავს ეს ჩვენი ურთიერთობების უფრო გახშირება უმაღლეს დონეზე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, ასევე ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა ვიცე-პრემიერთან და იქაც განვიხილეთ, რომ ის საქმიანი ურთიერთობები, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე ჰქონდა საუბარი განათლების მიმართულებით, ახალგაზრდობის თემები იყო ასევე წამოჭრილი და კულტურა. ეს ის საკითხებია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები უფრო ხშირი გახდება, მზაობა არის. გარდა პოლიტიკური თანხმედრისა, საერთო ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული სამშვიდობო პოლიტიკით, ის რომ არის უკვე ამ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, საომარი ვითარებები, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ყველასთვის და სწორედ გუშინ აღინიშნა და თავად ბატონმა პელეგრინიმაც აღნიშნა პრეზიდენტმა სლოვაკეთის, რომ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარება, აზია-ევროპასთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ცივილიზაციური დიალოგი და აზიის და ევროპის დაკავშირებადობის, ასე ვთქვათ, კიდე ფართო სპექტრის მოვიცვათ ფართო სპექტრი სხვადასხვა ქვეყნები, ამიტომ ჩვენ ძალიან თანმიმდევრული, გონიერი, ყოველთვის აღნიშნავთ, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს, ძალიან კარგად ესმის იმ ქვეყნებს, სლოვაკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა, პატარა ქვეყანა, რომელიც მუდმივად ბრძოლობს თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის და ეროვნული ინტერესისთვის. სწორედ ამაშია ჩვენი თანხმედრა და საუბარი იყო ასევე, რომ უნდა დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი გავხდებით, არის უნგრეთი, ჩეხეთი შეიძლება თქვენ ნახეთ ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ვისაც კი ჯანსაღი, ასე ვთქვათ, მიმართულება აქვს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გავერთიანდებით ამ მოტივით, რომ პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლების, ეროვნული ინტერესების დაცვა და შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა საკითხები. გითხართ თქვენ გუშინ მზაობა გამოხატეთ კიდევ ერთხელ, რომ დიალოგი იყოს კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის განმეორებით დიალოგს ამ შემთხვევაში ევროპული გაერთიანების მსგავსად არის ამერიკის შეერთებული შტატები და დღესაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის საგნები, რომ კონკრეტულ შემთხვევით პოზიტიურ ნაბიჯებს ედიან ჩვენი პარტნიორისგან, რომელთანაც შეშედებოდნენ სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება როგორია და რა უნდა იყოს ის, ასე ვთქვათ, თამასა, სადაც აიწევა, ასე ვთქვათ, მოთხოვნები ქართული მხარის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როცა საუბრობთ მედიას საშუალებით, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ საზოგადოებას და მუდმივად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს მოსახლეობა
და ვიყოთ ჩვენ თანმიმდევრულები თუ ნებისმიერ შეხვედრის დროს რას ვაცხადებ და რა მოლოდინები არის. გაიხსენეთ ალბათ როგორი ქილიკი იყო ჩემი გაეროში ვიზიტის დროს, როცა მქონდა შეხვედრები და ამ თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. შემდეგ მილანში მქონდა შეხვედრები ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეიდი ვენსთან და ასევე მარკო რუბიოსთან, სახელმწიფო მდივანთან. იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი მუშაობენ ამ თემაზე აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ და ასევე წინაკვირას იცით ხომ ეს პრემიერთან, ასე ვთქვათ, სატელეფონო ზარი და საუბარი. ეს არის თანმიმდევრული მიმართულება, რაზეც ჩვენ საუბრობ და სრულდება. და რა თქმა უნდა, ის ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან, ფაქტიც არის და ხედავს ჩვენი საზოგადოება თუ რა დღეში არიან და როგორ არის მათი, ასე ვთქვათ, არსებობა ქართულ საზოგადოებაში დაკნინებული და კიდევ უფრო დაკნინდება, იმიტომ რომ როცა სიცრუეზე გაქვს, როცა დეზინფორმაციაზე გაქვს, როცა სიძულვილზე გაქვს, დეპოლარიზაციაზე გაქვს აწყობილი მთელი შენი კამპანია და მით უმეტეს არა საქართველოს მოქალაქეზე, აი მცირე ჯგუფზე, არამედ გარედან იმართება ეს ყველაფერი, მათი დავალების აქტორები არიან საქართველოს საზღვრებს მიღმა, კიდევ უფრო მეტად მკაფიო ხდება ამ ხალხის არსებობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი სწორება არის ჩვენ საზოგადოებაზე, ჩვენს მოქალაქეზე და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მათ ვთხოვო, რომ მიუხედავად ამ დეზინფორმაციისა, სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ამ ინფორმაციებს ხელისუფლების მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს წარმომადგენელთან და როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ გავაგზავნებთ ამ პოლიტიკას. ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს პროცესი და მათი სურვილიც არის და გამოჩნდა ეს ყველაფერი, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც განაცხადეს, ძალიან დიდი ნეგატივი იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან დატოვებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა თუ როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი და ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც ყველაზე მთავარია, ეს სლოვაკეთში ვიზიტმა რა დაგვანახვა ჩვენ, რომ სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს მაგალითად ევროპული ბიუროკრატია ბრიუსელი, ჩვენ ხედავთ რას კადრულობს თავად ევროკავშირის წევრი ქვეყანასთან მიმართებაში, როგორც სლოვაკეთია, უნგრეთია, როგორი დამოკიდებულებით არიან, არ გვიკვირს ერთადერთი რამ არის, რომ იმედის მომცემი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რომ სწორედ სლოვაკეთის მაგვარი ქვეყნები არიან იმედის მომცემი და ჩვენ უნდა სწორება გავაკეთოთ ესეთ ქვეყნებზე, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გავხადოთ ჩვენ ქვეყნებს შორის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, რაც ჩანს ამ ევრობიუროკრატების მოქმედებიდან გამომდინარე, უფრო მეტად პრაგმატულად შეხედოს, ჩვენ რა თქმა უნდა უარს არ ვიძახით, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავთ და ასევე აღნიშნავენ და ვხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა როგორ ბრძოლობს საკუთარი ინტერესების გამო. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის თუ რა გსურს ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს, აქედან გამომდინარე ნებისმიერ დროს ყოველთვის ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის და ვერავინ გადააკეთებს და რა ვიცი, აბა გავაგრძელებთ ჩვენ ამ პრაგმატულ პოლიტიკას. საერთოდ პრეზიდენტო, თქვენ საუბრობთ, რომ საზოგადოების ცოტა მარცხნივ ბატონო პრეზიდენტო, თუ შეიძლება მარცხნივ, თორე დროშები არ არის. და არაერთხელ გისაუბრეთ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დიპლომატ პატრონებს. გავცემა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭრალობის ხელმძღვანელი ნიდერლანდებში იმყოფებოდა და ჰააგაში საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება ქართული ეთნიკის ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ ადამიანებისას. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს შეიძლება მიკროფონები საერთაშორისო ფაქტზე მოლიქი ასეთი ტიპის განცხადება? ხო, ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენთვის, მით უმეტეს, რომ
განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მეტად კაფიოდ გამოიკვეთა ამ ძალების არსებობა, აღარ დამალეს და პირდაპირ ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე, რა თქმა უნდა, გარედან და აქ არასამთავრობო და რადიკალური ოპოზიციის საშუალებით და ხედავდით, ხო, არაერთხელ დაისვა ეს კითხვა, თუ რა სითხოვდნენ ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან. მიტინგებიც, აქციებიც მოაწყვეს და დღეს თითქოს ჩუმად არიან და თითქოს სხვა რამეს ითხოვდნენ და სხვა პროტესტი ქონდა და ხო ვიცით რა უნდათ მათ. უნდათ რომ ანუ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის. წარმოგიდგენიათ, ზუსტად დაახლოებით ერთ კვირაში არაერთხელ მithქვავს ეს, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი მთავრობიდან ეს ნიშნავს, რომ ომში ერთვება ეს ქვეყანა და ეს ადამიანები, რომლებიც დღესაც მათი, არ ვიცი, მიასედი თუ მიათასედი დღეს აქციებზე დადის, მაშინ უფრო ბევრი ხალხი იყო, ეს ხალხი ითხოვდა სწორედ ამას ჩვენი ხელისუფლებისგან. ხო წარმოგიდგენიათ, რომ საუბრობენ, რომ აბა ომი გინდათ და ომს ვინ ითხოვდა და შემდეგ, ეს ომში ჩართვა იყო პირდაპირ მნიშვნელობით. იმას აღარ საუბრობ კულუარებში, რას ითხოვდნენ. ხო ეს ადამიანები, ჩვენ ამას გაუძელით, მაგრამ ეს ნაწილი ამ რადიკალური ფრთის, რომელსაც შემდეგ არჩევნებით ჩატარა და დაინახა საზოგადოებამ, რომ არავითარი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ, ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენ და სამწუხაროდ, სწორედ ეს გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც მივყვებით ესე ნაბიჯ და კანონის საშუალებით ვამხელთ და უზღუდავთ, რომ არ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ სუვერენული ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია პოლიტიკა, არსებობენ პოლიტიკური პარტიები და სხვა ქვეყნის დაფინანსებით ხდებოდეს მათი არსებობა. ეს ხო წარმოუდგენელი რამეა და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც თითქოს რაღაც ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდნენ, როგორც კი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, დავინახეთ მათი ქმედებები, ხო? ეს მათი დიდი ნაწილი იყო, რომელიც გამოსული იყო ამ აქციებზე და მართლაც წარმოუდგენელი ფაქტი იყო, როცა ისინი პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ხელისუფლების გადაბარებაზე ჰქონდათ აქცენტი. ეს ყველაფერი ხო არ დაავიწყდა ჩვენ საზოგადოებას. ეს იგივე ხალხი არის. ეს ხალხი არის, რომელიც დღეს შეიკრიბა ეხლა ახალი, არ ვიცი, ტანსაცმელი თუ აქვს ახალი, ალბათ შეიძლება ამით იხელმძღვანელოს ჩვენმა საზოგადოებამ, თორე ვინ არის იქ ახალი, ეს ხალხი არის წინა ხელისუფლების პირდაპირ მნიშვნელობით წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის და ბედავენ, რას ბედავენ, ეხლა ზოგიერთი ეს ახალგაზრდა, რომელიც იძახის, რომ მაშინ ძალიან პატარა იყო და არაფერი არ ახსოვს, დღეს შევახსენებ მათაც, რომ იცოდნენ მათი დანაშაულები რას ჩადიოდნენ და თავს უფლება მისცეს ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე თითქოს რაღაცა დიდი მასშტაბური აქციის ჩატარებისა. ეს ის ხალხია, რომელიც აი ეს შემადგენლობა თითქმის უმრავლესობა მათი მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ 26 მაისს ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები, ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები და არც აციეს, არც აცხელეს პატონმა ვივამეთში და ეხლა ციხეში მყოფმა სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა აი ჩვენი ხანდაზმული ადამიანების სისხლზე პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს და რაღაც მასშტაბურ ეროვნულ აქციას. წარმოუდგენელია. აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თავარი საკითხი არის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. პარალელის გავლება აი მარტივად შეიძლება მინდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ სხვათა შორის ჩვენი უწმინდესი და უმთავრესის გარდაცვალებას თუ როგორი მოვლენა იყო და დღემდე ყველა ესე იგი განსვიფრებულები ვართ და მე დაახლოებით იმ ერთი კვირის მანძილზე მუდმივად ურთიერთობა მქონდა სასულიერო პირებთან, მეუფეებთან, მამაოებთან და ისინიც კი განსვიფრებული იყვნენ, აი შოკში იყვნენ, ისეთი რამ ხდებოდა საქართველოში. ეს რისი შედეგი არის? ერთი რომ ამ უდიდეს პიროვნებას ესეთი ძალა ჰქონდა და ესეთ სიყვარულს აფრქვევდა ყველა, ასე ვთქვათ, სოციუმში, ხო, დაწყებული ბავშვებიდან ხანდაზმულამდე და ყველა მიმართულების მქონე ადამიანთან, ხო? გარდა ამისა, დავინახეთ ჩვენ ხალხის განწყობა. სად არის ეს ხალხი და ჩვენ ნახეთ არა მარტო საქართველოში იყო ეს განსვიფრება, არამედ ყველგან ვინც კი ამ საკითხს შეეხო და მე გუშინაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და
ეს ჩემი კოლეგას და ეს ადამიანების განსუფრებული არიან თუ როგორი მასშტაბური, ასე ვთქვათ, მოვლენა მოხდა ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების დროს, რომ სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ და გამოჩნდა. ძალიან კარგია, რომ რა თქმა უნდა შეცდომების გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. აქ თავარი საკითხი რა არის, იცი? აი თუ ბოლო წლების მოვლენებს ჩვენ კარგად გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს. და ისეთ ინსტიტუციებს, რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ჩვენ საზოგადოებაში და ხალხში. და ეს ხო ფაქტი არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა. და დღეს ერთად დგას ერი და ბერი და ამას ვიცავთ, დავინახეთ ყველამ ერთად, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყანა გვინდა რომ ჩვენ ავაშენოთ. და ეს გამოჩნდა ამ დღეებში. აქ არ იყო პოლიტიკური ნიშნით მან განსხვავებულობა. აქ იყო საკითხი ეროვნული ნიშნით. ეს იყო რომ ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ენას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს და ჩვენს ამ დამოკიდებულებას და სიმდიდრეს, რაც გაგვაჩნია და ეს იყო გამოხატული სწორედ ამ ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესის და უნიტარესის მიერ და სწორედ მის გარშემო, ამ ღირებულებების გარშემო ბრძოლობთ პოლიტიკურ ველზეც და სწორედ გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებსაც ეხებოდა. რა გვაქვს ჩვენ თანხwebdriver, რას იცავს სლოვაკეთი, ხო? იგივე საკითხებია, ეროვნული ინტერესი, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, ეს ის თემებია, რომელიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს პატარა ქვეყნებს. მის გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ დიახ, აიცა დაუჯობია. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაც ახალს გრძელდება თქვენს გამოიწია ჟურნალისტებს პატრიარქის მოსახლეზე მიმართული ეს კამპანია. ხო, გავაგრძელოთ ჩვენი საზოგადოების ინფორმირება და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება. არავის არ დავიწყებია როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. რამოდენიმე ვიდეოც გავრცელდა, თავად პატრიარქი რომ საუბრობს მასთან დაპირისპირებაზე და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებით მაშინდელი ძალები და ხელისუფლება როგორ უნდათ დაკნინება ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, ჩვენი საპატრიარქოსი და საპატრიარქოს სათავეში, როცა ჩვენი უწმინდესია, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე პატრიარქს არ ვებრძოდი, მე ვებრძოდი საპატრიარქოს. წარმოუდგენელი რამეა და ჩვენ ხედავთ ეს ძალები, რომლებიც ახლა გაერთიანებული არიან. სწორედ ეს ხალხი იყო, ვინც ამას აკეთებდა. რატომ აკეთებდა? რომ ხედავდა, რაც გამოჩნდა ამ დაკრძალვის დროს, ხალხის უმრავლესობა, რომ ერთგულია საკუთარი ეკლესიის და საკუთარ სარწმუნოების, მაშინაც ესე იყო, ვერაფრის დიდებით ვერ აკრინებდნენ ავტორიტეტს ჩვენი პატრიარქის და საპატრიარქოსი დაახლოებით 90%-ზე ზემოთ იყო ყოველთვის. და ეს იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორმე უნდა დაეზიანებინათ, რომ არ მოწონდათ ეს ასე ვთქვათ მაღალი ნიშნული ასე ვთქვათ საპატრიარქოსი და ეს ბრძოლა მაშინ სხვადასხვა ხერხებით ხდებოდა და წარმოუდგენელი რამ იყო ჩვენ მუდმივად ალბათ წლების მანძილზე თითოეულ ჩვენთაგან საქართველოს მოქალაქეს მით უმეტეს მას შემდეგ რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა სათითაოდ გვაქვს ბოდიშის მოსახდელი რომ ვერ ვიცავდით ესე დროს ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს ისეთი ბინძური შეურაცხყოფებს ახორციელებდა ეს ადამიანები ან ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები ეს ადამიანები არ იყვნენ დღეს რომ დაინახეს ესეთი უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების და მიტმასნება ამ ხალხთან გაიხსენეთ ეს გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ხო მიხაილ როთი იყო პირველ ჩამოსვლაზე ჯერ ერთი რომ წარმოუდგენელ რამს აკეთებდა პოლიტიკაში და პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას მაგრამ პირდაპირ აი როცა მთელი საქართველოს უმრავლესობას ესეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს სარწმუნოებასთან მართლმადიდებულ რწმენასთან პირდაპირ მნიშვნელობით დაადანაშაულა და დაასახელა რომ აი თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა თქვენი საპატრიარქო და ეს ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი ასე ვთქვათ ამ რადიკალური ოპოზიციის აი როგორ შეიძლება საქართველოში ვინმე ზეჭვი შეეპაროს რომ ესენი ერთი ძალა არიან როგორ უნდა მისცეს თავს უფლება საქართველოს მოქალაქემ რომ ამ რადიკალურ თას
ან გაყვეს, ან მხარი დაუჭიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პროცესი დაწყებული გვაქვს გაჯანსაღების პოლიტიკური ველის. არა თუ ასე ვთქვათ, არც თუ ისე ცუდად მიმდინარეობს ის საწყისი ეტაპი დისკუსიებისა და დებატებისა სხვადასხვა ტელევიზიებში და ეს კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება და ჩანს, ხომ? ვისა განსხვავებული აზრი, ვინ არის ეროვნული, ასე ვთქვათ, შეგნებით მოტივირებული, მაგრამ წარმოუდგენელია, ხომ? ჩვენ პირიქით მოტივირებული ვართ, რომ მით უმეტეს პრეზიდენტის ინსტიტუტს ეს აქვს ძალიან მკვეთრად გამოკვეთი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული პარტიები, განსხვავებული შეხედულებისა, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე უნდა იყვნენ აუცილებლად და მოისმინოს ჩვენმა საზოგადოებამ განსხვავებული აზრი და შეაფასოს თავისუფალი არჩევანის საშუალებით, თუ ვინ არის მართალი და ამ შემდეგ. ეს პროცესი უნდა განმავითარო ჩვენ და დაწყებულიც გვაქვს ეს პროცესი, მაგრამ ამის მიღმა არის, აი წინა ინტერვიუებში წავნიშნე და შეუძლებელია განსხვავებულად შევხედოთ ამ პროცესს, რომ ვიცით ეს ადამიანები ერთი და იგივე ხალხი, გარედან მართული და ისევ გარე აქტორებთან არიან პასუხისმგებლები, რომ მოხედავთ, მე მგონი ეხლა აპირებენ სადღაც ან ამერიკაში ჩასვლას, ან ევროპაში და იქ აპირებენ თითქოს ამათი გეგმა არის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ პირიქით არის იმათი გეგმა არის და შეთანხმებები უნდა მიაღწიონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის საპასუხოდ ყოველთვის ვიქნებით სადარაჯოზე, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და არ დაუშვას შეცდომა ან ცდუნებაში არ ჩავარდეს, რომ მსგავს წარმომადგენლებს უსამშობლოებს ვეძახით და პირდაპირ მნიშვნელობით მარტო ქართული სახელი და გვარი შეიძლება ჰქონდეთ მათ, თორემ მათი ქმედება პირდაპირ ანტიეროვნული არის, მაგრამ ვარ თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული და გაუმკლავდებით აუცილებლად ესეთ გამოწვევებს. ჩარევისგან პოლიტიკური ინტერესისგან და ასე შემდეგ და მივანდოთ სასულიერო პირებს რომ თავად აირჩიონ შემდგომი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა კითხვის დასმაც არ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით. ესეც ამის გამოძახილი, ეს ხო ერთი და იგივე ქსელი, ერთი და იგივე ძალა, ვინც აკნინებს ამ პროცესს, ხო? ჯერ დაკრძალულიც არ ყავდა პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემებით სპეკულირება, ხო? და გამოკვეთა რომელიმე მეუფესი ასე შემდეგ და მიდის დაპირისპირება. ეს ადამიანები ხო ყველა სფეროში ამას ახორციელებენ. მე ხა სპორტის ყოფილი სპორტსმენი ვარ, ხო საუბრობდი ამ თემაზე, როგორ ახერხებდნენ ეს ადამიანები, აი წარმოიდგინეთ, მთელი საქართველო გაერთიანებული გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩასული და იქაც კი ახერხებდნენ, რომ დაპირისპირება გამოეწვიათ ფეხბურთელებს შორის და მწვრთნელს და ფეხბურთელს შორის და რა გიკვირთ ეხლა, რომ ეს ადამიანები იგივეს განახორციელებენ საპატრიარქოს მიმართ ნებისმიერ სფეროს თუ სადმე რამე არსებობს, იქ აუცილებლად მოძებნიან და დაიწყო განათლების სფერო იქნება, ახალგაზრდობის საკითხი იქნება, სპორტის თემა იქნება, კულტურის თემა იქნება, საპატრიარქოს თემა იქნება. ყველგან ცდილობენ ერთ და იგივეს. ეს ხო ხელის გულზე ჩანს მათი ქმედებები. არ გაგვიკვირდეს კიდევ ერთხელ პასუხი ამ ყველაფრის არის ჩვენი ინფორმირებული საზოგადოება სამართლიანი მიდგომით და დააკვირდეს. ყოველთვის ვიცახი, რომ ჩვენი შეფასება უნდა ხდებოდეს ჩვენი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე და რას ვამბობდით და რა ხორციელდება და რამდენად თანმიმდევრულები ვართ. როცა ქილიკობდნენ მაგალითად ამერიკასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხო დავინახეთ, რომ ეს აწუხებთ. აი წარმოიდგინეთ, როცა მე არ მომწონს ხელისუფლება, მაგრამ საქართველოს გულშემატკივარი ვარ და თან იძახის, რომ დიდი სურვილი აქვს, რომ ჩვენ ხო გვეუბნება რუსეთი და შემდეგ და ხედავს, რომ ცდელობა არის საქართველოს ხელისუფლებას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუ მე ამ ნიშნითა ვარ გამსჭვალული, რომ მე მინდა რომ ამერიკასთან კაი ურთიერთობა ჰქონდეს, რაც აუნა მომწონდეს და არ მომწონდეს საქართველოს ხელისუფლება, ხო დავეხმარები ამ პროცესს. ესეც ხო მარტივია, ვინ აკეთებს აი მაშინ ჩემი დაგინების არ იყოს რუსული საქმე, რა გამოდის, რომ მე რო ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანუ მე რა პრეზიდენტი ვარ, ხო საქართველოსი, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაში ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი ახერხებს კომუნიკაციას. ეს ხო კარგი რამე არის საქართველოსთვის. ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის
ქართული საქმე, ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე თუ გააგზავნებთ თქვენ და ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის. ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით ხო ნახეთ, რითი დაიწყო, რომ არავის არ მიუწევია, რა შუაშია, შემდეგ მე მიიღო მონაწილეობა ესეთი კარგი პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს, ხო? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი. ისე მოეწონათ, იმიტომ რომ დედას შვილისთვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური განცდა აქვს. ხო და ამ გამოწვევებში უფრო მეტად ჩართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მშობელის როლი დიდია, იმიტომ რომ ვერ გავექცევით ამას ამ ახალ ტექნოლოგიებს და უნდა იყოს დაცული ჩვენი შვილები და ამ საკითხებს ეხებოდა და ამ საკითხებზე სიტყვითაც გამოვიდა და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობა. აბა დააკვირდით რა განახორციელეს და როგორი ასე ვთქვათ ქილიკი შეურაცხყოფა რა არის კადრეს, ხო, ამ ადამიანებად. ეს ადამიანები ხო ერთ და იგივე ხალხია. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შედალოცილო ურთიერთობის აწყობა გინდა და იძახი მე პროამერიკელი ვარ, ერთი რას ნიშნავს პროამერიკელი და პრორუსი და პროევროპელი და შემდეგ. კარგად ახსნა პარლამენტის თავმჯდომარე. დამთავრდა ეს პროების დახილი ვართ. ქართველები ვართ, გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და ვიყოთ პროქართველები, თუ ვინმეს სურვილი აქვს და აქედან გამომდინარე, ხო მარტივია საზოგადოების შეფასებისთვის, რომ თუ იცახი კაცო ამერიკასთან გინდა დალაგება ურთიერთობის, რატო უშლი ხელს? მოდი დალაგდეს და იქ იბრძოლე შენ. შენი უფლებებისთვის და შენ იყავი უკეთესი ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ხელს რო უშლი ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ახარ შენ ახლა ამ ურთიერთობის მხარდამჭერი, ხო? ხო გამოდის რომ იგივე იყო მაშინაც ყველა თემაში, ევროკავშირთან მიმართებაში, ნებისმიერ თემაში, როცა ხელს უშლი და არ გინდა რომ ეს ურთიერთობა აღდგეს ან დალაგდეს ან ერთხელ მოუყევი სხვათა შორის, რის გამოც თითქოს აქციები დაიწყო და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა როცა განაცხადა, რომ ჩვენ წყვეთ ახლა დიალოგის რეჟიმს და რატო? იმიტომ რომ სპეკულაციის თემა არ შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ამ საქმეში ვიყავით და ხო გახსოვთ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მიერ, რომ ისინი აჩერებენ მოლაპარაკებას საქართველოსთან. ხმა არავის გაუღია და შემდეგ როცა ეს განაცხადა და გამოვიდა და აქციები ჩატარდა, მეორე დღეს გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და განაცხადა მზათავარ, აი 24 საათის განმავლობაში მზათავარ ნებისმიერ დროს დავიწყო მოლაპარაკება, როგორც კი მათი სურვილი იქნება. გამოეყენებინათ ეს და მისულიყვნენ ევროკავშირთან, თავის პატრონებთან და მოეთხოვათ, რომ მზად არის ჩვენი ხელისუფლება თქვენთან სალაპარაკოთ. ვინმე გააკეთა მსგავსი რამე? თუ პირიქით ხდებოდა. ამიტომ ვიცახი, ესენი არ არიან არც გულშემატკივარი საქართველოსის, და საქმით ასრულებენ იმას, რასაც მუდმივად ვიცახი. ისინი არიან შემსრულებელი დაკვეთის, ვერც გაუბედეს კითხვის დასმა. კითხვის დასმაც ვერ გაუბედეს. მე ხომ მუდმივად საუბრობდი, რატო იყო მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომ გარედან დაავალეს. რატომ არ არის დღეს სალომე ზურაბიშვილი მათი ლიდერი? იმიტომ რომ გარედან დაინახეს, რომ ეს ხალი ვერ ასრულებს ამ დავალებას კარგად და მოდი ახლა ნიკა გვარამია იქნება მათი ლიდერი. ყველაფერი ხდება გარედან და არც დამალა გვარამიამ, რომ რა თქმა უნდა შეთანხმება იყო ჩვენს გარე პარტნიორებთან ერთად და მეტი რაღა უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა. აქ თავარი საკითხია, რომ არ ვცდუნდეთ, არ მოვტყუდეთ ამ დამოკიდებულებაში და ვიბრძოლოთ, როგორც ვიბრძოდით აქამდე, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად, გავაგზავნებთ ამ ჩვენს პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას და ეს პროცესები შეიძლება არც არასდროს დამთავრდეს. ეს ჩვენი მოცემულობაა, პატარა ქვეყანაა და აი ესეთ პატარა ქვეყნებთან, სადაც დღეს ვიმყოფებით და ესეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ესეთი დინამიკით უნდა გავაგზავნოთ არსებობა. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა.